ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 572500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანენა გაბრიჭიძე. ჩაწერა სალი მოდი ერთ რამეს გითხოვდი რა შეეცადე მარიამის ტექსტები ყოველთვის ისინი ფაქტობრივად არ არის რადიოსა თუ ტელევიზიაში შეგვიძლია ვნახოთ. აბა როგორ წელს ვაკავშირდით დაახლოებით 22 წელს წინამდე ვაკავშირდით და ძალიან დიდი ხნის მეგობრობა ვაკავშირებთ და შენ აუცილებლად მიაღწევ შენს დასახულს ასე მეტყვი შენ გაგ ის რაც არ აქვს სხვას და რა მეთქი ბატონო მოგზაურობ მაშინ მკითხა და მითხრა შენ გაგ წესრიგი შენ იცი ზუსტად რა არის მერე უნდა გააკეთო და შენთვის მნიშვნელოვანი არის შედეგი. როდესაც შედეგზე ხარ ორიენტირებული, აუცილებლად მიიღებ იმას, რაც შედეგი. ელექსიებში წერდა ტელევიზია ინკოგნიტოს დასკვნის შემოჭამებელი გადაცემა, სახელწოდებით ინკოგნიტოების მოგზაურობა პარიზში დასწრულ სულს მოახლოვდა. მინდა ინტერვიუ მშობლებთან შემოგთავაზოთ, თუ რამდენად კომფორტულია მოგზაურობა მანჩესტერ და ინკოგნიტოს გადაღებ ჯგუფთან ერთად. გადაცემის დასკვნის ნაწილს შემოგთავაზოთ ლინია კომენტარი ინკოგნიტოები. Well, something got me shaking, my mind was racing, pacing the room. I don't know, but I think I fell to pieces the moment that I first saw you. Now it's true. I thought I could get over it, brushed you off my shoulder, but now I'm a mess. Every day is worse and the hurt is always bringing me down. Help me, 'cause I don't know if I can take it. I'm so tired of trying to fake it. Tell me you know that I've been crazy all my life. I try to be cool, but I want more. Now I'm standing right here at your front door. I need you. მაგისამით მშობლებო და ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნება. რამდენადაც საინტერესო ინკოგნიტოების მოგზაურობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, იმდენად ვიცით როგორი დამხმარებელი და საპასუხისმგებლოა. რას გვეტყვით მოგზაურობაზე და იმ დამღლად დღეებზე, რომელიც მანჩესტერთან ერთად გავატარეთ. Imagine there's no heaven. It's easy if you try. No hell below us. Above us only sky. Oh yeah. Imagine all the people living for today. Yeah. Imagine there's no countries. It isn't hard to do. Nothing to kill or die for. მოგესალმებით, ინკოგნიტოებთან სრულად საქართველოს. მე მინდა ვთქვა, რომ თქვენთან ერთად მოგზაურობა დამღლელი იმდენად არ არის, რამდენადაც საინტერესო არის. და მინდა რომ ყოველთვის თქვენთან ერთად ვიყო და დიდი სურვილი მაქვს, რომ მთელი მსოფლიო თქვენთან ერთად მოვიაროთ.
მოგესალმებით, ინკოგნიტოელებო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად მოგზაურობა. გისურვებთ მთელი სოფლიო შემოგვგებლოთ. წინსვლას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ. Wherever you go, whatever you do, you know these reckless thoughts of mine are following you. I'm falling for you, whatever you do. ერთი ფრაზა, რომელიც მაინც შეაფერებოდა. დაუღალავი, შრომის მოყვარე. შილდარებელი. თანხმობლებთან გადავინაცვლოთ. მოგესალმებით, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს კურსდამთავრებული ჟურნალისტი მარია შუშტოვსკაია. ჯერა და ზუსტად ვიცი რომ დედამიწას სიყვარულით ჩემი ინკოგნიტორები მსოფლიოში რომ იმობნეულები არიან და საუკეთესოები რო არიან, აი ისინი ატრიალებენ. ძალიან გამოყვარს. მგზავრი იყო და ინკოგნიტოს მოსწავლეებს ვერ მოაშორებ მათ საყვარელ დამრიგებელს და მასწავლებელს. რას ნიშნავს შენთვის ინკოგნიტორები? ჩემთვის ინკოგნიტორები ამაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ აი ბატონო მგზავრმა მარტო ერთია თქვა, ძალიან დიდი ღონისძიება ჰქონდა. დაახლოებით 300 ბავშვი ყავდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ძალიან დიდი დარბაზი ავიღეთ იმისათვის, რომ ვერ ვეტევოდით ბავშვები ამ კურსებში და სხვადასხვა მაშინ ძალიან ბევრი კურსდამთავრებაც გაუხსენი ჯგუფი, აი მარი ხმელაძე, ნათია ხარკიშვილი, თეოდორჩია, სცენაზე რომ ამოვიდა ეს თქვა, გაუმარჯოს ამ დარბაზში თაობათა ერთიანობას და მე ვთვლი, რომ დღემდე შენარჩუნდა ეს ფაქტი, რომ თაობათა ერთიანობა დღემდე გრძელდება ინკოგნიტოში და აი ზუსტად ამას ნიშნავს. თაობათა ერთიანობას გაუმარჯოს ინკოგნიტოში, რომელსაც მანჩო ქმნისა და სადღეგრძელოთო კი არ მოგმართავ ამასო, მაგრამ შენ ხარო ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცაზე მზე ამოიყვანოს, მთვარეს ვარსკვლავები რივილიანი მისცესო და ანუ ეს ფრაზები ძალიან კარგად მახსოვს, რომ თქვა და ბედნიერი ვარ, რომ აი ამ ადამიანისგან შეკრების მსახურებ და Call my baby lollipop, tell you why. 'Cause he's sweeter than an apple pie. And when he does a shaky rockin' dance, man, I haven't got it. მიუხედავად იმისა, რომ დაასრულეთ ინკოგნიტო, მაინც აგრძელებთ მოგზაურობას ინკოგნიტოსთან ერთად. რა არის ამის მთავარი მიზეზი? პირველ რიგში მოგესალმებით. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ყველასთვის ლოგიკურია, რადგან ჩვენ გვაქვს ერთობა, სიყვარული, პლუს არის ძალიან საინტერესო ჩვენი ერთად ყოფნა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ჯგუფთან ერთად, პირველად ვარ ხა თქვენთან ერთად, მაგრამ იმენაც სასიამოვნო და დადებითი გარემო არის, რომ 1000-ჯერ გავიმეორებდი კიდევ ერთხელ. რაც შეეხება ჩემს მოუშორებლობას, ის არის, რომ ზოგადად ამ საქმეს სიყვარული მაქვს. თავარი ეს არის, რომ მიყვარს ეს საქმე, მიყვარს კამერა, მიყვარს საუბარი, მიყვარს 1000 აღმოჩენა, ხალხის გაცნობა, მათი მოსმენა, მათი ჩაწერა და მათი ისტორიების გაგება და შეგრძნობა. რაც მთავარია. ეს არის ჩემი მიზეზი, თუ რატო ვარ აქ, მიყვარს მანჩოც, მანჩო არის იდეალური ადამიანი და ჩემი მეგობარი. ამიტომ მთავარი მიზეზი, რაც არის ჩემი აქ ყოფნის ისევ და ისევ არის საქმის
და ზუსტად ამ ყველაფრის სიყვარული, რასაც ვერაფერი ვერ შეცვლის და კიდევ კარგი ხარ ვიქნები აქ. ეს არის დაიწყო. ესაა რაც შეეხება ჩემი აქ ყოფნის მიზეზს, პირველ რიგში ეს არის საქმისადმი სიყვარული და შემდეგ ის, რომ მანჩესტერ მოგზაურობა არის ძალიან კომფორტული და რაც მთავარია საქმეზე ორიენტირებული. მე დღემდე განამშვიდობებით და შევხვდებით მალე.